მოგესალმებით მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, ხვალ 11 ივლისს ქალაქ ფოთში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენის ორგანიზებით საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ფოთის მერიის მხარდაჭერით იმართება გრანდიოზული საკრივო შოუ პროფესიონალური კრივის რინგზე. ჩვენ ვიხილავთ გამორჩეულ ორთაბრძოლებს, სოფლიოსარეიტინგო ბრძოლებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გამორჩეული ქართველი მოკრივეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან, ხოლო დღის მთავარ ბრძოლებში ჩვენ ვიხილავთ საქართველოს საჩემპიონო ქამრების გათამაშებებს 10 რაუნდიან ბრძოლებს. სულ ბოლო ბრძოლა იქნება და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამ ქალაქის წარმომადგენლით. ავთანდილ ჭუბაბრია წლების განმავლობაში ასპარეზობდა სამოყვარულო კრივის რინგზე, ჰქონდა არაერთი წარმატება, იყო ნაკრებების წევრი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, სახელოვანი მოკრივე იყო და ქართულ კრივში ყველა იცნობს. მას შემდეგ მოგეხსენებათ, ავთანდილი წავიდა საზღვარგარეთ ესპანეთში და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობს, ასპარეზობს. უკანასკნელ პერიოდში კი გამართა ერთი მეორეზე მაგარი ბრძოლები, სწორედ ესპანეთში, დაუმარცხებლად აგრძელებს კარიერას. აქვს ძალიან კარგი რეიტინგი და სასიხარულოა სწორედ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარმატებული კარიერა აქვს ესპანეთში, ავთანდილს დაუბრუნდა და მისი ოცნება იყო, როგორც მე ვიცი, რომ ებრძოლა თავის მშობლიურ ქალაქში, თავის მშობლიურ კუთხეში. მისმა რეიტინგმა მოგცა უკვე ამ ყველაფრის საშუალება და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირმა და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენმა მისცა ეს შანსი ავთანდილ ჭუბაბრიას და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში უდიდესია ქალაქ ფოთის მერიის წვლილი, სწორედ მათმა აქტიურობამ, მათმა ძალიან ძლიერმა მხარდაჭერამ გახადა შესაძლებელი, რომ ფოთში ამ დიდი ტრადიციების, დიდი საკრივო ტრადიციების და საქართველოში მართლა გამორჩეულ ქალაქში საკრივო ტრადიციებით იმსახურებდა ეს ქალაქი ზოგადად წლების განმავლობაში, ნამდვილად იმსახურებდა, რომ აქ დიდი საკრივო შოუები და დიდი საკრივო ზეიმები გამართულიყო და ეს დღეს დადგა და ამ ყველაფრისთვის ნამდვილად კიდევ ერთხელ მადლობა ეკუთვნის ქალაქ ფოთის მერიას, მადლობა ეკუთვნის ინიციატივისთვის ზოგადად თვითონ ბექას და რა თქმა უნდა საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, რომელიც თვალთახედვის არეშია ყველა ქართველი მოკრივე და ასეთ ინიციატივებს მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება და ენთუზიაზმით იტაცებს და ასრულებს და ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული ბრძოლა გველის ხვალ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბექა მართალია ერთგვარად მასპინძელია ამ ქალაქში და შეიძლება ცოტა მეტი აქცენტი გავაკეთე უშუალოდ მეც ამ შესავალში, თუმცა ძალიან ბევრი საქართველოს საბრძოლო ხელოვნებებში, მათ შორის პროფესიონალურ კრივში იცნობს ჯაბა მემიშის, ჯაბა არის მებრძოლი და რაც თვალი გაახი, მე მგონი აკვნიდან რინგზეა, აკვნიდან იბრძვის, არაერთი ბრძოლა აქვს გამართული, უძლიერესი, უგამოცდილესი მოკრივეა საქართველოში, საზღვარგარეთ, მთელი ევროპა აქვს ბრძოლით შემოვლილი ამ კაცს და სასიხარულოა, რომ სწორედ ჯაბასაც ახლა მიეცა, ბათუმელი კაცია, შორიდან არ არის ჩამოსული და ბევრი გულშემატკივარი კი ვარ, მასაც ეყოლება, დარწმუნებული ვარ და მასაც მიეცა ეს შანსი, რომ იბრძოლოს ამ ქამარზე 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში. რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად ობიექტური ვიქნები ამ შემთხვევაში და როგორც ყველა ნეიტრალური კომაგი უგულშემატკივრებს ძალიან მაგარ კრივს და გაიმარჯოს ღირსეულმა, მინდა გისურვოთ ორივეს წარმატებები. აგრეთვე მინდა ვთქვა მეორე ქამრის გათამაშებაზეც, უკვე აღმოსავლეთ საქართველოსდან ყავთ სტუმრები, ფოთელებს, ძალიან მაგარი მოკრივეები. გოგა ქავთარაძეთ დავიწყებ, იმიტომ რომ უფრო დიდხანს დგას პროფესიონალური კრივის რინგზე გოგა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი სამოყვარულო კრივში უფრო დიდხანს დგას და ზოგადად საკრივო კუთხით არც ერთს არ დაეწუნება გამოცდილება, თუმცა გოგაზე მინდა ვთქვა, რომ ეს მოკრივე არის ძალიან მიზანდასახული, შრომის მოყვარე, ყველა იცნობს ქართულ პროფესიონალურ კრივში, წარმოადგენს კრივის კლუბ გლებს, მისი მწვრთნელი ბატონი მიხეილ ბაკაშვილი აგერ გვესწრება და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა ბატონ მიხეილს, იმიტომ რომ დღესდღეობით ორი აქტიური საჩემპიონო ქამრიდან 63 კილოგრამში და 61 კილოგრამში ორივე არის კრივის კლუბ გლებში და მე მგონი აპირებენ მესამე ქამარიც უნდათ და რატომაც არა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული და ყველაზე უფრო მაგარი კრივის კლუბი აქვს, კრივის კლუბ გლების სახით შექმნილი და გოგაც არის ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული ლიდერი როგორც თავის კრივის კლუბში, ასევე მთლიანად ქართულ პროფესიონალურ კრივში. რაც შეეხება გიორგი გიგნიაშვილს, გიორგი გიგნიაშვილმა პროფესიონალური კრივი არ არის, რაც ძალიან დიდი ხანი რაც დაიწყო, მანამდე იყო საქართველოს კრივის ნაკრების წევრი, წლების განმავლობაში არაერთი ტურნირი აქვს მოგებული
არაერთი ბრძოლა აქვს გამართული, ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული და შრომის მოყარე მოკრივეა, რაც შეეხება პროფესიონალურ კრივის რინგზე მის ასპარეზობას, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ქსნის ხეობიდან წამოსული ნიაღვარივით შემოიჭრა გიორგი ქართულ პროფესიონალურ კრივში, დაუმარცხებლად აგრძელებს კარიერას და მართლაც ითვლება ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ქართულ პროფესიონალურ კრივში. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს, ამ ხრივაც გამორჩეულია გიორგი და აი ამ ბრძოლაში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე ველი დაუნდობელ ჯახს და დაე გაიმარჯვოს ღირსეულმა. მინდა ვთქვა გიორგიზე ასევე რომ გიორგი ასე ვთქვათ დევნილი კრივის კლუბის წარმომადგენელია. მისი მწვრთნელი გახლავთ ბატონი ვანო ქრისტესიაშვილი, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის არა მარტო გიორგის, არამედ ზოგადად კრივის განვითარების საქმეში, იგივე წეროვანში, სადაც მათი კრივის კლუბი მდებარეობს და არაერთი დევნილ მოზარდს ეძლევა საშუალება, რომ ჩაერთოს კრივს ეზიაროს და მიაღწიოს ისეთ დიდ წარმატებებს, როგორცაც დღესდღეობით წარმომადგენელი აგერ ყავს გიორგის სახით. მაშინ ასე მეგობრებო, მე ვეცდები ეს მცირე რეზიუმე გულშემატკივრისთვის და ვეცდები ახლა უკვე გადავიდე უშუალოდ მოკრივეებთან. მე ვეცდები რომ დავსვა შეკითხვები, რაც მე მექნება, თვითონაც მოკრივეებს თუ რამე აქვს სათქმელი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად თავისუფლები ხართ ამ ყველაფერში და შემდეგ უკვე გულშემატკივრებს დამსწრე საზოგადოებას და მედიასაც ექნება საშუალება თუ რაღაცა ვერ ამოუწურეთ ბოლომდე დამატებითი კითხვებით, მოკლედ ამ ყველაფერს ამოუწუროთ და ვისაუბროთ, იმიტომ რომ მართლაც ძალიან საინტერესო ხონის ამას ამოუჭრით. ხდება ხოლმე. კურიოზებით გვექნება მოკლედ. რატო იქით არა, ხო? მაშ ასე მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავაგრძელოთ ჩვენი პრესკონფერენცია, მოკლედ მე გადავალ კითხვებით მოკრივეებთან და დანარჩენი უკვე მივყვეთ. არ შეიძლება პირველი კითხვა ისევ და ისევ მექნება პატარა აქცენტი ბექაზე და არ მიწყენს ჯაბა. გამომდინარე იქიდან რომ ბექას ქალაქში ვარ, გამომდინარე იქიდან რომ ეს კაცი ხალხი აქედან ცდილობს რომ წავიდეს და უცხოეთში აიწყოს კარიერა, იქ იბრძოლოს, მიაღწიოს და იქ ვარ და მაგარი ვარ და ასე შემდეგ და მაგრები არიან და არ არის ამაში პრობლემა, მაგრამ ის კაცი იქიდან ესპანეთიდან აწყობილი კარიერით, დაუმარცხებელი რეკორდით დაბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქში და ყოველთვის იძახის რომ ჩემი ოცნება იყო მებრძოლა საქართველოში, მებრძოლა ჩემ მშობლიურ ქალაქში, მებრძოლა საქართველოს უპრესტიჟულესი საქართველოს ჩემპიონის გამრისათვის. ბექა, მოდი გითხარი, შენი ოცნება ნაწილობრივ ახდა, ბრძოლა ჩანიშნულია, აქ ხარ, ყველაფერი წინ არის, როგორია შენი ემოციები პირველ რიგში, რას ნიშნავს შენთვის აი ეს დღე, რომელიც ხვალ უკვე გათენდება? ერთ-ერთმა ადამიანმა მკითხა, რამდენი ხანი ემზადებიო ამ ბრძოლისთვის, რა და ხაი რომ მთელი ცხოვრება რაც კრივი დავიწყე და მთელი ჩემი ცხოვრება კრივში ვარ, ალბათ იმის მერე ვემზადები და მე ვფიქრობ ყველა პროფესიონალი მოკრივის რა დონეზეც არ უნდა იყოს, მისთვის პირველი მიზანი უნდა იყოს მისი ქვეყნის ჩემპიონობა, რაც არის ძალიან პრესტიჟული და რაც არის საამახო. თუ ხარ შენ მოკრივე, ეს კამარი უნდა გქონდეს. ასე რომ უბედნიერესი ვარ იმით, რომ აქ ამდენი ადამიანი მოვიდა დღეს. ახლა ყველა მოკრივეები ვართ, ყველამ ბევრი ვნახე და პრესკონფერენციები ახლა face to face-ია თუ რაც არის, ყველა კარგად ვიცით რა ხდება, როგორ ხდება და მე ბედნიერი ვარ ამ ადამიანებით, ეს ჩემთვის სიმართლე გითხრა, მადლობა იმ ქართველებს, ვინც იქ არიან ესპანეთში, გამანებიურეს იმით, რომ ყველა ჩემ გვერდით არის და ძალიან დიდ გულშემატკივრობას გრძნობ, როგორც აქ. უბედნიერესი ადამიანი ვარ მე, გამარჯვებული ვარ ამის თქმა მინდა. და ბედნიერებით ვარ ახსავსე, რომ თქვენ გვერდით ვარ ბიჭებო. და ვეცდები ხვალ ეს ბედნიერება რინგზე კრივით ვანახო, იმიტომ რომ კარგად ვიცით რომ ფოთში ალბათ ორი ადამიანი არ იქნება, რომ ვინც არ უნდა გააჩერო ყველა კრივზეულია. ყველამ კარგად იცის კრივი რა არის, როგორ არის, რა კლასის მოკრივეები წამოსულან ფოთიდან და ერთ-ერთი ესეთი მოკრივეები და გავიხსენო ახლა ამ წუთას ლევანი ღვამიჩავა, რომელიც ამერიკაშია და ალბათ პროფესიონალებში ყველაზე დიდი შედეგი გაუკეთებია ჩვენგან ფოთელებისგან და აი მაგ ვიცის ოცნება იყო რომ სულ ორივეს პატარაობიდან ოდნავ უფროსია ჩემზე ერთად მოვდიოდით რომ ეგეთი უცხოეთიდან ჩამოსულიყავი და აი მე ავისროლი ჩემთვისაც და მაგითვისაც ეს ოცნება და ასე რომ ხვალ ლევანიც რინგზე იქნება. ძალიან საინტერესოა. მადლობა.
შემდეგი კითხვით მე გადავალ ბექას მეტოქესთან და მე კვლავ დაუბრუნდები, რა თქმა უნდა, ბექასაც და მოკლედ გვექნება ძალიან ინტერაქტიული საუბარი. ჯაბა მემიშიშზე მე ვისაუბრე, ჯაბა მემიშიში ძმები მემიშიშები მოკლედ საბრძოლო ხელოვნებაში ყველა მიციან, ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს და ჯაბა შენც წლების განმავლობაში დგახარ პროფესიონალური კრივის რინგზე. წეღან აღვნიშნე რომ ბრძოლით გაქვს შემოვლილი მთელი ევროპა. ყველგან მუშტი გაქვს გაქნეული, ძალიან წარმატებული ბრძოლები გაქვს გამართული საქართველოში საზღვარგარეთაც. თუმცა მოხდა ისე, რომ დღემდე საქართველოს საჩემპიონო ქამრისთვის შანსი არ მოგცემია, რომ გებრძოლა და აი დღესდღეობით შენ ეს შანსი გეძლევა. მაინტერესებს რას ნიშნავს შენთვის ბრძოლა საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის? ელოდი თუ არა უკვე რომ კიდევ შეძლებდი ბრძოლა საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის და რას ნიშნავს ეს დღე შენთვის და როგორ ხარ აი ამ ბრძოლისთვის მომზადებული? მოგესალმებით ყველას. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი უკვე ქამარზე ბრძოლას. მაგრამ რადგან დადგა ეს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ აი ეს ქამარი ავიღო რა. კი, მასპინძელი არის, ჭუბა, ვიცი, კაი ბიჭი არის, დიდი ხანია ვიცნობ. ფოჩი მასპინძელია, მაგრამ რინგზე ვიცდები, რომ მასპინძელი მე ვიყო რა. ცოტა აგრესიულ სტილს შევთავაზებ, იმიტომ რომ მე აგრესიული მებრძოლი არ ვარ, მაგრამ აქ საჭირო იქნება, ეგრე დამჭირდება. თან 10 რაუნდი არის. ყველა სპორტსმენმა, რომელიც საქამროს ჩხუბობს, აუცილებლად 10 რაუნდის ძალა უნდა დაანაწილოს. ფიქრობ, ეს თვითონაც კარგად იცის და ყველაფერი ისე იქნება, რომ 10 რაუნდის ძალა საკმარისად გქონდეს, დარჩეს, რომ იბრძოლ მზად იყოს, просто 10 რაუნდის საბრძოლველად. და დანარჩენს კიდე რინგზე გამოჩნდება, ვინ უფრო ძლიერი არის, ვინ უფრო მაგარ დაარტყამს და საჯებიც იქნებიან, ყველა იქნება და გაიმართოს ძლიერმა რა. ნამდვილად აპლოდისმენტებს იმსახურებს ჯაბას მოკლედ სიტყვებიც. მე მინდა გისურვოთ ორივე თქვენთაგანს წარმატებები და ბარემ აქვე ისე ბექას დაუბრუნდები. ბექა უშუალოდ ბრძოლის ნიუანსებზე ისაუბრა ჯაბამ, რომ აგრესიულ სტილში აპირებს ბრძოლას 10 რაუნდის ბრძოლისთვის შენ რამდენად ხარ მზად, როგორ მოემზადე? მოდი გითხარი შენს ესპანურ გამოცდილებაზეც, იმიტომ რომ შენ მზადების ძირითადი ეტაპი გაიარე ესპანეთში. მოდი გითხარი როგორ ხარ მომზადებული, როგორ მოემზადე და რას ფიქრობ, როგორ ბრძოლას ელი უკვე უშუალოდ რინგზე ხვალ? მე ესე ვიძახე ხოლმე სულ რომ როგორ არის მოკრივე მომზადებული რინგზე ჩდება რა. მოკრივე ვარ, მებრძოლი ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლობ და რინგზე მიყვარს ხოლმე საუბარი რას ვიზამ და როგორ ვიზამ. მომზადება გავიარე, იცით ახლა რთულია ეს მზადების პერიოდი, ყველაზე მარტივი პროცესი იქნება ხვალ რა, რაც მოკრივეები ვინც ვართ, ყველა ვიცით რა ხელა სირთულეების ქვეშ ვდგავართ და როგორ უნდა გავაკონტროლოთ ყველაფერი და ჯაბას სტილი კარგად ვიცი, კარგად არის შესწავლილი და ნახოთ აბა თუ შეძლებს იმას რომ აგრესიული იყოს ხვალ. ვეცდები რომ არ იყოს აგრესიული. ნახოთ, უკვე საინტერესოდ იწყება, მოკლედ საინტერესოდ იწყება, უკვე ბრძოლა უკვე აქედან იწყება და აი სწორედ ვიცი, რომ შესწავლილი გაქვს და აი სწორედ იმიტომ შევცვალე რაღაცეები, რომ აი რა ვიცოდი რომ შეისწავლილი და აი სწორედ სხვანაირად იმიტომ ვაპირებ. ხო ხდებია რა რაც როგორც უნდა. კი, ხვდები ჩემო. ო დანარჩენს კიდე რინგზე ორივე მივხვდეთ, ორივე გავიზერთ თითოეულ მუშტებს რა. კი, ნახოთ, კი, მართალი ხარ. უბრალოდ მე ვფიქრობ, ახლა გამოცილი მოკრივე ხარ შენ, ძალიან ბევრი გიჩხუბია. და იცი, მოკრივე ერთ დღეში არ იცვლება, არც ორ დღეში და არც ერთ თვეში, ასე რომ მაინც მე ვფიქრობ, რომ იმას იცვლებ, რაც იცი რა. როცა უკვე დიდი ხანი გაქვს სტაჟი, კრივში ჩემი აზრით შეიძლება ადვილად რომ გადაიწყო მაინც რა რაღაცები შეცვალო. ვერ შეიცვლები, როცა ახალი ხარ და დამწყები ხარ. უნდა იყო უნივერსალი. ეთანხმები. მადლობა ორივე მათგანს. მართლაც საინტერესოდ იწყება, კიდე ერთხელ ვიტყვი ეს ყველაფერი და მოდის გიხდით რა, კამერიდან უკვე ცოტა უკარო მივიწიოთ. ძალიან საინტერესოდ იწყება უკვე ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც ვნახოთ, რა შეიცვლება, რა არ შეიცვლება, რინგზე გამოჩნდება ეს ყველაფერი. გოგასთან გადავალ ისევ და ისევ, გოგა ქავთარაძე, მე ვიტყვი, რომ უწესიერესი პიროვნებაა, როგორც პიროვნება, ძალიან შრომის მოყვარე მებრძოლია, ძალიან შრომის მოყვარე სპორტსმენია და მე ვიცი გოგა ქავთარაძის განწყობა, ვიცნობ მას დიდი ხანია და ვიცი მისი განწყობა. მის გამოცდილება მიღებული აქვს საქართველოში საზღვარგარეთაც, უსერიოზულესი
მეტოქეები ყავს საზღვარგარეთ დამარცხებული და გასვლითი ბრძოლის მოგება და წამოღება არის უძნელესი და ურთულესი ყველამ კარგად იცის და გოგა ქავთარაძეს ეს ყველაფერი აქვს გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულად ძალიან თავდაბალი პიროვნებაა და ძალიან თავდაჭერილი პიროვნებაა, რინგზე სულ სხვა გოგა ქავთარაძეს ვხედავთ ხოლმე. გოგა, მე ვიცი რომ შენ დიდხანს ელოდებოდი შანსს გებრძოლა საქართველოს ჩემპიონის ქამარზე. მით უმეტეს რომ შენი გუნდელები, შენი მეგობრები, შენი თანაკლუბელები კრივის კლუბიდან, გელა თეგაშვილი და ლევან იანქოშვილი უკვე გახდნენ საქართველოს საჩემპიონო ქამრის მფლობელები, მართლაც ძალიან მაგარ ბრძოლებში და შენც ერთ-ერთი ლიდერი ხარ კრივის კლუბის და ვიცი რომ შენი ოცნებაც იყო რომ გებრძოლა საქართველოს ჩემპიონის ქამარზე. შენი პრიორიტეტი ეს იყო და აი ეს დღე დადგა. რა სიტყვი დღეს? როგორ ხარ მომზადებული, როგორ გძნობ თავს და რას ნიშნავს შენთვის აი ეს შანსი, რომელიც შენ გეძლევა და რას შემოგთავაზებ უკვე უშუალოდ რინგზე. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ესეთ მებრძოლებთან გავიზიარო რინგი და არა მარტო რინგი, როგორც ეს მებრძოლები არიან, ამ შეჯიბრზე მომიწიოს მეც ყოფნა. ჩემ მომზადებას რაც შეეხება ყველაფერი რინგზე გამოჩნდება. რო ვთქვა რომ ასე მაგრა ვემზადები, ასე ყველა ვემზადებით. ყველას ოცნება ეს ქამარი არის, არა მარტო ჩემი, აგერ ამ ბიჭებისაც დარწმუნებული ვარ, გიორგიც ზუსტად ამისთვის ემზადება, რომ ეს ქამარი მოიპოვოს და რავი, მე მგონი ყველა ქართველი მებრძოლისთვის ჯერ პირველ რიგში ეს უნდა იყოს ასე ვთქვათ, მიზანი, რომ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს. რავი, ყველაფერი ხვალ გამოჩნდება რინგზე. მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი. მადლობა გოგას. და აუცილებლად უნდა გადავიდე გიორგისთანაც. გიორგი, შენ უკვე შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებული კარიერა გაქვს, ძალიან კარგად დაიწყე. აღვნიშნე არაერთხელ შენს მისამართი ეპითეტები და იმსახურებ თითოეულ მათგანს შენი შრომის მოყარეობით, შენი მონდომებით. შენთვის პირველი იქნება 10 რაუნდიანი ბრძოლა, რაც ურთულესია. მოდი გითხარი, შენ თვითონ როგორ ხარ მომზადებული? შენთვის რას ნიშნავს ბრძოლა საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის? რა სელი ხვალ შენი მეტოქისგან და შენ თვითონ რას შემოგთავაზებ უშუალოდ რინგზე? მოგესალმებით ყველას, კრივის გულშემატკივარს, ჩემს გულშემატკივარს. რაც შეეხება საქართველოს ქამრისთვის ბრძოლა დავისახე მიზნად, რაც გადმოვედი პროფესიონალურ კრივში და დადგა ეს დღეც. მადლობა ფედერაციას. კაი, სწორი მეტოქე მყავს შერჩეული. ამ ბრძოლისთვის ვემზადებოდი ფიზიკურად უფრო ტექნიკა დიდად არ ჩამირთვია, ფიზიკა, გამძლეობა, რადგან 10 რაუნდს უნდა მუშაობა. ნუ რა თქმა უნდა ტექნიკაც იყო, მაგრამ უფრო მეტი გართულება მქონდა გამძლეობაზე, ტექნიკაზე. რავი, მართლა ეს ქამარი უნდა გქონდეს ყველა ქართულ მოკრივეს მართალი თქვა. ხვალ რავი, რინგზე გამოჩნდება ყველაფერი რა. გოგას სტილი ვიცი, შესწავლილი მყავს, ვიცი პლუსები მისი, ვიცი მინუსები მისი და ყველაფერი შესწავლილია და უკვე გადავალთ ხვალ რინგზე სამუშაოდ. მადლობა გიორგი. მოკლედ, რა ვიცი, ხო არაფერს დაამატებდით, უშუალოდ თქვენ პირველ რიგში მოკრივეები, ხო არ გაქვთ რამე სათქმელი დამატებით მაყურებლებისთვის? გარდა იმისა, რომ გშიათ. ერთ სიტყვი აქედან მოვიკითხა ვალენსიაში ყველა ჩემ ქართველ გულშემატკივარს, ვიცი რომ აი როგორელიან მაქვს ხუთს, რომ რავი, ძალიან გორჩი დამიდგა ყველა და მინდა აქედან დიდი მადლობა მოუხადო. ასე რომ ხვალაც ვიყურეთ. აუცილებლად კაი შოუ იქნება დილიდან პირველი წყვილიდან დაწყებული, ბოლო წყვილამდე დაძაბული ჩხუბები იქნება. და არა ბოლო ჩხუბებზე მოხვიდეთ მარტო საქართველოს ქამრებზე, არა, თავიდან დასაწყისიდან ბოლომდე. ეს კრივი, პროფესიონალური კრივი არის ხალხი. ანუ თუ მაგარი მოკრივე ხარ და მარტო დედა და მამა დადის, მაშინ სახში დარჩითო. ანუ თუ ხალხი არ ყავს, არ გამოდის ეგრე და ასე რომ მოდი ჩვენ ეს ტრადიცია დღეს დავიწყოთ და გავაგრძელოთ. წარმატებებს გისურვებთ. მე მინდა აი გამოვეხმაურო შენ სიტყვებს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხე და
ეხლა ამ შენ სიტყვებს მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველი პროფესიონალი მოკრივეც ისმენს და მომავალი პროფესიონალი მოკრივეც და განსაკუთრებით საინტერესოა ბექასგან ეს სიტყვები, რომელსაც გამოცდილება აქვს სწორედ საზღვარგარეთ და უცხოეთში და მთელ მსოფლიოში კრივი მუშაობს სწორედ აი ასე. თუ ყავს გულშემატკივარი, ხარ წარმატებული მოკრივე. თუ შენი ბრძოლა არავის არ აინტერესებს. სამწუხაროდ ესე მუშაობს. რაც არ უნდა მაგარი იყოს, სულ რომ რა ვიცი, ამტრევდე ყველაფერს და კედლებს ანგრევდე, თუ ეს არავის არ აინტერესებს, შენი შრომა იყრება წყალში. ამიტომ უნდა ვთხოვო თითოეულ მოკრივეს, გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, გაითვალისწინეთ გამოცდილება, გაითვალისწინეთ აი ის რომ აგერ ბექამ შეძლო და იქ ვალენსიაში ასპარეზობს და აგერ ფოთში შეუძლია ამდენი ხალხის შეკრება და აგერ ყავს ძალიან წარმატებული მოკრივეები. თითოეული თქვენთაგანი ვინც აქ ხართ, სწორედ ასეთი წარმატებული მოკრივეები ხართ. იმიტომაც დაიმსახურეთ ეს შანსი და ხვალ და ზეგ ვისაც აქვს პრეტენზია რომ თვითონაც უნდა გახდეს წარმატებული პროფესიონალი მოკრივე, უნდა იმუშაოს გულშემატკივარზე. უნდა ყავდეს მისი კრივით, მისი პიროვნებით უნდა დააინტერესონ გულშემატკივრები და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი სწორედ აი ასეთ მოკრივეებს ეძებს, სწორედ ასეთ მოკრივეებს მისცემს შანსს აუცილებლად და დანარჩენი უკვე თქვენ ხელშია ამ შანსს ვინ როგორ გამოიყენებთ. რა ვიცი, გულშემატკივრები ვინც აქ ხართ, თუ გაქვთ რაიმე კითხვა ჩვენს მოკრივეებთან, მე დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანით მოითმენენ და სიამოვნებით გაცემენ თქვენს შეკითხვებს პასუხს. მე მგონი ამოვწურეთ. კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა გითხრათ აი აქ დამსწრე საზოგადოებას, მინდა მადლობა უთხრა ქალაქ ფოთს, ფოთელებს, ქალაქ ფოთის მერიას, მინდა მადლობა უთხრა საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირსა და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენს, იმიტომ რომ სწორედ აი ასეთი ღონისძიებებით საქართველოში პროფესიონალური კრივი გადადის განვითარების ახალ ეტაპზე და დარწმუნებული ვარ ერთად ძალიან ბევრი და ძალიან დიდი წარმატებები გველის. მადლობა ყველას. ბიჭებო, მოდი არ დაიშალე. ერთი ჩემთან ერთადაც სურათი დავიმსახურე დღეს იმდეს ვლაპარაკობ, მგონი მეც მეტი. აი აქე გადავიღოთ, აი ამ კამერებთან ერთად გიორგი დაგვეხმარება. აი ეს კამერებიც ასე. აი ასე. გადაკიდებით, ჯერჯერობით ჩემია ეს კამერები, ხვალ ვისაც დაუწყობ, მე გადავწყვეტ. ენაცვალე, გისურვებთ წარმატებებს. ენაცვალე.